ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, ასეთი რამე თუ ხდებოდა ამ ქვეყანაზე არ ვიცოდი რა. ძალიან საშინელება ამას აი ხომ ჰიტლერს ხომ ფაშისტს ვეძახდით რა. ის არ აკეთებდა ამას. ეს არის ამაზრზენი ფაქტი, რაც მოხდა ქართულ მენტალობაში არ ჯდება საერთოდ და ეს არის სირცხვილი მთელი საქართველოსი. ეს უნდა იყოს მართლაც დაგმობილი ესეთი ფაქტები და ძალიან დიდი რეაგირება უნდა მოხდეს ამას. მოგიწოდებთ ყველას, პოლიციის თანამშრომლებსაც. არაფერი საწინააღმდეგო პოლიციის მიმართ არ აქვს, ნამდვილად არ აქვს. და არც დანარჩენი პოლიციელების მიმართ. ერთი-ორი კაცი არის იმ პოლიციაშიც, ვინც ყავს სამყაროს იცოდეთ. მაგრამ არიან ისეთი ადამიანები, პედაგოგებს და საბიუჯეტო თანამშრომლებს აშინებენ, ეს არის გეგი ჩხეტიანია. ყველაფერს კადრულობს. არა მარტო იმ ბიჭების გაუპატიურება, არამედ ეს არის მთლიანად საქართველოს გაუპატიურება. თვითონ ჩვენთაგანი დაბადებული, დღეს დაბადებული ბავშვიდან დაწყებული, ხრბად მოხუცამდე ყველა გაუპატიურებული ვართ დღეს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვითხოვოთ, რომ ის რაც დღეს ხდება, ის რომ ქალბატონი ხათუნა კალმახელიძე უბრალოდ გადადგა თანამდებობიდან. ეს არ არის საკმარისი. მან უნდა პასუხი აგოს კანონის წინაშე და იმ ძალადობის წინაშე, რომელიც ხდება. ერთი რამეა გასაგები და ცხადზე ცხადი, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება. არჩევანის გაკეთების დრო მოვიდა. არანაირად არ შეიძლება პოლიტიკური განაცხადის გაკეთება ასეთ დღეს, მაგრამ ყველა გზა მაინც აქეთ მიდის. სამწუხაროდ ასეა. ავირჩიოთ რა გვინდა. ავირჩიოთ. ახლა ჯერი ხალხზეა. დღეს ჩვენ ღირსება შელახული საზოგადოება ვართ. ღირსება შელახული ქვეყანა ვართ. შემაზრზენია, გადავდივარ კონკრეტულ გარემოებებზე, რამაც ჩვენ დღეს ერთად შეგვძლა და ერთად დაგვაყენა. დღევანდელი დღე იყო პროტესტის გამოხატვის ფორმა. ჩვენმა საზოგადოებამ ესე სპონტანურად და დაუგეგმავი აქციის გარეშე გამოხატა პროტესტი იმ მსგავსოს აქციელის გამო, რომელსაც 2 დღეა თვალს ვადევნებთ ტელეეთერებიდან. ნახეთ ეს კადრები და სამწუხაროდ ნეტა არ მენახა მეთქი ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ მთელი მარტო ჩვენ არა, მთელი ქართველი საზოგადოება და ჩვენც ნაწილი სასულიერო პირების ამაზე ძალიან აღშფოთებულები ვართ, ეს იყო შემაძრწუნებელი, ეს იყო ამაზრწენი თუ რა უწოდოთ საზისყრობა, ესეთი რაღაცა ევროპისკენ მიისწრაფის ქვეყანა და ევროპულ სტანდარტებზე ააშენეს, ესე ვთქვათ, ეს ციხეები და ევროპულ სტანდარტებზე აღზრდილები თუ რა დავარქვათ, თანამშრომლები თუ იქ ყოფიეს ადამიანები, რომლებმაც აი ესეთი საშინელი ფაქტები წარმოგვიდგინეს, ანუ მათი მონაწილეობით ესა. მე ვიტყოდი ერთ რამეს. ეს არ არის მარტო მათი შეურაცხყოფა. აი რაც იქ სამწუხაროდ იმ საცუდო ძალიან მეწოდებიან, რა თქმა უნდა და ჩვენთვის არის ისე ვიმეორებ ძალიან ძიმე, თუნდაც ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ეს იყო არა მარტო მათი შეურაცხყოფა, არამედ მთელი ქართველი ერის შეურაცხყოფა. არსებობს რა დავადება, გადამდების სენი, რომელიც შეიძლება ადამიანს გადაედოს შეხები და მე მგონი ამ ხელისუფლებამ ყველას ესე გადადო ეს რაღაც ეს დავადება და ეს სენი, რომ ადამიანები გარდაიქმნენ, დაკარგეს სახე ღვთისა, ხატისა, ღვთაებრივი ხატისა და არა ადამიანებად შეიძლება, აი მათ მოქმედებას არა ადამიანობა შეიძლება უწოდო. ამას ყავს ნამდვილად თავისი დირიჟორი. ფენას მარტო ეს თავისთავად ამოუკიდებლად არ შეუძლია ესე გადაწყვიტოს და ესე საშინელება და საზისყრობა ჩაიდინოს, მას ვიღაცა ყავს ფარველი. ვებით ზუსტად აი ავტორიტარული რეჟიმის მქონე
ზემდგომ წარმომადგენლობას, რომლებიც ესე ტერორის, შიშის და საზიზღრობის ქვეშ ამყოფებს მთელ ქართულ საზოგადოებას.